ზღაპრული სამყარო. ზღაპრული სამყარო. აი კიუტი. ვაუ, კიუტი. ვარსკვლავს გავხარ. მოდი ახლა იყოს რინ. შენთვის რაღაც გასაოცარს მოვძებნი. ეს არა, არც ეს. ვაუ, ლულუ, შენ ძალიან ლამაზად გამოიყურები. მოდი ერთი სურათიც. მეც მომეცი. ეს მე მგონი ბებიას ეკუთვნის. ბებიას კი არა, ფრინავი გელის ნამდვილად არ არის. რა სისულელეებს იძახით საერთოდ? კარგი, მოდი აბა გავიკეთოთ და ვნახოთ ერთი რა არის. კარგი, ყურდღებს ხედავ, ეს რა არის? მეც მოცდევინე. ძალიან ლამაზ ქუდიან ბავშვს ხედავ. მეც მოცდევინე. ეს ხომ ძალიან ლამაზი სახლია. ეხა მე რატომ ხედავ ვიღაც, გელს და საერთოდ ვინ ჩადო ეს ჩემ ყუთში? ვინს ვკითხოთ? თინა. თინა. თუ შენ ჯერს არ დაელოდები, მე ერთი კვირა შენ ხმას აღარ გაგწევს. მითხარი, აი ამ რაღაცას რა უნდა და ჩემ ყუთში. ხეს ძალიან ჯადოსნური რაღაცაა. აბა გავიკეთოთ. მე ვხედავ მას. ამას ჩემი ბროლის ბურთით ნახავ. მე ვხედავ გეთს თუ ბათს. თუ რა არის ეს? შეიძლება ეს ცისარტყელაა. ცისარტყელა? წავედით. ძალიან მაგარი ადგილია, მაგრამ აქ არც იხვიარი, არც ბატი და არც ცისარტყელა. რა უნდა ვქოთ? ჩვენ მხოლოდ ბავშვი უნდა ვიყავოთ და უნდა გავიგოთ ეს აქ რა ხდება და არა ცისარტყელა ადეკვატი. მაგრამ შენ არც კი იცი სად ვარ. არა უშავს, ის მიწაზე იქნება, ის ხო არ იმფრინს აბა. შენ არც კი იცი სად ხარ საერთოდ. კარგი, წავედით დავათვალიეროთ აქაურობა. წამოდი ქონი. კარგი, შენ წამოდი დათი. ჭამდა, მე არ შემიძლია შენთან ერთად ფრენა. მოიცა, მე მგონი რაღაც ხმა გავიგე. დაგიჭირეთ ბავშვო. 5 წუთიც რა. ის არ შეცვლილა, მაგრამ მე კიდე გავიგე რაღაც ის ხმა. მოიცა, სად მიდიხართ? ეს რა ნათება? გამარჯობა, მე ცისარტყელის და ყველა ზღაპარის დედოფალი ვარ და თქვენ ვინ ხართ? მე ჩემ სახლში ვიყო ეს რაღაცა შენ ჩადე, რა არის საერთოდ ეს რაღაცა? და საერთოდ შენ ვინ ხარ? კარგი, ახლა მე წაიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჯერ არასდროს გინახიათ. დამიჯერეთ, ძალიან მაგარ ადგილას მიდიხართ. ეგ არის. გაიქეცი. რა ხდება? ახლოს იყო ჯანდალა. და ეს წიგნი რა არის საერთოდ? ძალიან ლამაზი და უცნაური წიგნია. თქვენ არ გახსნათ, ჩამომიტანოთ და გავხსნი მე. აბა, ხო, კარგი. თქვენ მალე გადახვალთ ადგილზე. ამას აფიში კიდე კარგად. კარგი. მოდი დავიწყოთ კითხვა. დიდი ხნის წინ ყველა ბავშვები ერთ ადგილას ცხოვრობდნენ, სადაც ძალიან ბევრ ზღაპარს კითხულობდნენ და უყვარდებოდათ რაღაცები. ამასობაში მათ გადაწყვიტეს, რომ გაეკეთებინათ ესეთი რაღაც, რომ თვითონ შეექმნათ ზღაპრები. მაგარი ისტორია და ერთხელაც ეს მოხდა. რაღაც უცნაური მუსიკები დაიწყო და უეცრად რა ხდება? გაიქეცით! რა ლამაზია! ეს ახალი სამყაროა. ეს ის წიგნია, იქ რომ ვიყავით. ეს რა არის? გამარჯობა, თქვენ უკვე ამ ადგილას მოხდით. კარგი, ჯობია თქვენ გზას გაუყვეთ. კარგად. ძალიან ლამაზი ადგილია. წამოდი გზას გაუყვეთ. ეს რა ხმა არის? თქვენ ახლები ხართ? თქვენ როგორც ჩანს ახლები ხართ და შენ ვინ ხარ?
მადლობა წამოყენებისთვის რომ ამოყენე. მე სკარლეტი ვარ, ყველაზე პოპულარული ვიღაცა სკარლეტი. საერთოდ არ ვიცი იმის ტიპინა, არც მე არ ვიცი, მე ხარ. საიდან მოხვედით საერთოდ მე როგორ არ მიცნო? მე ძალიან პოპულარული სკარლეტი ვარ. ვერ მიცნობთ? მე წითელ ქუდა ვარ. მოიცა, ჩემი კალათა სად არის? ჩემი კალათა. არა, ჯანდაბა. ჩემი კალათა სასწრაფოდ მოვიპოვო, თორე თუ ზარი სამჯერ დარეკავს, რა ქვია. მაშინ მე აღარ ვიქნები პოპულარული ჯანდაბა, რა უნდა გავაკეთო? მე მგონი შენი კალათა იქით დავარდა. აი მე მგონი აქ უნდა იყოს, აქ არ არის. აქაც არ არის. აქაც არ არის. კარგი, მე მოდი ახალი გავაკეთოთ. ხან დავარ. ხო, მაგრამ არც დრო მაქვს მის გაკეთებად და არც მატერიალები რომ ის გავაკეთოთ. ჯანდაბა რა უნდა ვქნა? ჯანდაბა რა უნდა ვქნა? კარგი, არ ინერიულო, ჯერ მოდით დავხაზოთ, როგორი უნდა გავაკეთოთ, ეს მეისური და შემდეგ კიდე უკვე რა ქვია, გავაკეთოთ. კარგი, წავედით. ეს რა ხმა იყო? გერმანული ხმა იყო? აი ასეთი უნდა გამოვიდეს. ხატვად გწოდია, მაგრამ მე ესეთ რაღაცების გაკეთება შემიძლია. ვაუ, ეგ როგორ გააკეთე? და შენ ფრენა შეგიძლია? მაგარია. მაგას აქ გლებიც არიან. გლებიც ხო ის შეიძლება მოვიდეს და შეგწამოს, მაგრამ ისმე შემჭამს. მოიცა აქ ხატა მიმალებით საერთოდ. მაგარი თამაშია. რა? რებს იზახი საერთოდ ცხოველებს რაშინე? ხო, კარგი. კარგი, დრო მალე შევუდგეთ იმის გაკეთებას, თორე შეიძლება ვეღარ მოვასწროთ. ეგ არის, დავხაზეთ. ოპა. მაგის დრო არ არის. ერთი იდეა მაქვს. აი ეგრე. აი ეს ბოლო ნაწილია, აიღე. და ეგ არის. ჩვენი მაისურიც მზად არის. ჯანდაბა ეს უკვე მეორე ზარი იყო, წავედით. გლები მართლა არის ამ ადგილას. კი. წავედით. ოხ. ჯანდაბა დროზე. ყოჩაღ. ჯანდაბა მე მგონი ბუჩქიდან მგელი გამოდის. ძალიან საყვარელი მგელი ყოფილა, საშიში მეგონა. ყოჩაღ, შენ იპოვე ჩემი კალათა. აი აიღე შენი ისა. მეჩვენიება როგორ მოგერდება რაღაც. ეხა მივხვდი. ის წითელ ქუდა, რომელიც ბებოსთან რაღაც საჭმელების მისაწანა წავიდა, მაგრამ მან მაიკა მიგუწენა საჭმელის ფიგურად. ჩვენ შევძელით, გამოგვივიდა. ჩვენ მას ვერ ვეტყვით, რადგან მას ძინავს რომ მივიდივართ. კარგი, წერილი დავტოვოთ. მოიცადეთ ბავშვებო, ჯერ არ წახვიდეთ. თქვენთვის საჩუქრები მაქვს, ძალიან, იმიტომ რომ ძალიან მაგრები ხართ. ვაუ, ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზი მაიკა. ეგ იმისთვის რომ ყველაზე მაგარი მეგობრები ხართ, რომელიც ჯერ გამიცნია. მადლობა. ზღაპრების სამყაროს ჯადოსნური ცრემლი. და ასე სკარლეტმა დაასრულა, მიუტანა მისი მაიკა ბედიას და იყო და რა იყო რა მორჩა. მოიცა თქვენ საიდან მოხვედით? რა ლამაზი მაიკა. კიდე მინდა ისინი ისტორიის ადგილას ასვლა.